რუსეთი არ არის მზად საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებით საქართველოს პირობებით. ასეთია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც უწყება ერთ-ერთი რუსული გამოცემის საპასუხოდ გაავრცელა. რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს, რადგან თბილისი ინარჩუნებს სააკაშვილის რეჟიმის პოზიციას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების განახლება დაკავშირებულია რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან. ეს მოთხოვნა საზიანო და არარეალისტური თავად საქართველოსთვის. მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება არის შეუქცევადი. მიუხედავად ამისა, რუსეთი ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის იმ დონემდე, რამდენადაც თავად თბილისს სურს ეს. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზე, რომელიც ჩვენი აზრით ამ ყველაფრით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული, აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან მტკიცედ გაცხადებული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, რომ სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის საოკუპაციო ჯარს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, მანამდე რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები და შესაბამისად არც პოლიტიკური დიალოგი არ იქნება. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ეს არის სააკაშვილისეული პოლიტიკის გაგრძელება, ეს არც სააკაშვილის, არც შევარდნაძის და არც არავის პოლიტიკის გაგრძელება არ არის, ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია ჩვენი ტერიტორიების სრული დეოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღეს ამ პროცესს ხელს უსლის სწორედ რუსეთის ფედერაცია, რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. შესაბამისად, თუ რუსეთს სურს, რომ საქართველოსთან კონდეს ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები, მაშინ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები და უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.